უკვე ცნობილია თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი კონსერვატორებმა ამ პოსტზე ზვიად ძიძიგური წარადგინეს. კონსერვატორები არის მეორე ოპოზიციური პარტია, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. ქეთი ქაშაკაშვილი გვეხვდება ახლა ამ თემით პირდაპირ ეთერში. ქეთი, რა დაპირებას აძლევს ამ მომრჩეველს ზვიად ძიძიგური? არის უკვე მესამე კანდიდატი, რომელიც ოპოზიცია მერის თანამდებობაზე წარადგინა. დღეს კონსერვატორები ამბობდნენ, რომ თებერვლის ბოლოს ჩატარდება პრაიმერი და სწორედ პრაიმერის ჩატარების შემდეგ გაირკვევა თუ ვინ იქნება გარკვეული ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი მერის თანამდებობაზე, თუმცა ამ ეტაპზე მიუხედავად ხალხის პარტიისა და კონსერვატიული პარტიის მჭიდრო თანამშრომლობისა კობა დავითაშვილი, რომელიც ხალხის პარტიის წარმომადგენელი იქნება მერის არჩევნებზე და ზვიად ძიძიგური ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან. არის ასეთი ვერსია, რომ დასახელდება ჩემი კანდიდატურა. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი კანდიდატი აუცილებლად მიიღებს იმ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობას, რომელსაც წინასწარი არჩევნების გზით ოპოზიციური ერთობის დაფიქსირება ჰქვია და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას კონსერვატორები, რომ ერთიანი კანდიდატი გამოიკვეთოს არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში და ჩვენ დავამარცხოთ სააკაშვილის ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებში, რაც შემდეგი ეტაპი იქნება უკვე მთლიანად რეჟიმის შესაძლებლად. მე მივესალმები ყველა ისეთ კანდიდატს და კონკურენტს, რომელიც იმას კი არ ამბობს, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადიო, არამედ ამბობს და აი ხალხს ვკითხოთ, წინასწარი არჩევნების პრაიმერიზით გამოავლინოთ ჩვენ შორის უძლიერესი და მე ოპოზიციიდან იყოს ერთი კანდიდატი, ყველამ იმას დაუჭიროთ მხარიო. სწორედ ასეთი კანდიდატია ზვიად ძიძიგური, ასეთი კანდიდატი ვარ მე. ასე რომ გარკვეული აზრით, რა თქმა უნდა, კონკურენტები ვართ, მაგრამ პარტნიორები უფრო ვართ, ვიდრე კონკურენტები. დღეს იქნება დასახელებული კონსერვატიული პარტიის კანდიდატი და პრაიმერი ჩატარდება სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს და პრაიმერის მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენი კანდიდატი, ხალხის პარტიის კანდიდატი, ალიანსის კანდიდატი, კიდევ თუ იქნება სხვა კანდიდატები მონაწილეობდნენ უკვე აი ამ შიდა წინასწარ არჩევნებში და ის ვინც მიიღებს ყველაზე უფრო მეტ მხარდაჭერას უკვე ის დარჩება როგორც ერთიანი კანდიდატი. კონსერვატიულმა პარტიამ ზვიად ძიძიგური მერის თანამდებობაზე უკვე ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. შეხვედრა მიმდინარეობს ჭადრაკის სასახლეში. ამ შეხვედრას კონსერვატიული პარტიის ლიდერების გარდა ესწრებიან კონსერვატიული პარტიის მხარდამჭერები და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. რამდენიმე წუთის წინ კი დაიწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ჭადრაკის სასახლეში, რომელიც ასახავს იმ გზას, რომელიც კონსერვატიულმა პარტიამ გაიარა.